დღეს გიორგობა დილიდან ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქაშვეთის ტაძარში იქადაგა დღეს დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ანუ თავის მოკვეთის დღეა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს 60 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში 303 წელს ეწამა. წირვა ეკლესიაში ილორის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის ტაძარში დაბრძანების შემდეგ დაიწყო. სასწაულმოქმედი ხატი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიიტანეს. ტაძარში მართლმადიდებელი მრევლი დილიდან შეიკრიბა. საზეიმო ლიტურგია დილის 9 საათზე დაიწყო. გლოცავთ ილორის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატით დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამოსეციერო. საზეიმო წირვა სამღვდელოებასთან ერთად ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა წმინდა გიორგის მადლზე ესაუბრა და დღევანდელი დღე ყველა მართლმადიდებელს მიულოცა. მადლით, რომელიც მისცა უპავნო წმინდა გიორგის, ეს მადლი გეწევოდეთ თქვენ და საქართველოს. მერთმა ინებოს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით მალე დადგეს ის დრო, როცა გამთლიანდება საქართველო და ბედნიერი იქნება აფხაზების, ოსების, ქართველების და მთელი საქართველო ბედნიერი იქნება და ერთად იქნება. წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად მიიჩნევა და ამიტომ მორწმუნენი წმინდა გიორგის განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. არსებობს გადმოცემა, რომ განსაცდელი ჟამს წმინდანი ქართულ ლაშქარს განსაკუთრებულად იცავდა. დღევანდელი დღე ბრწყინვალე დღესასწაულია. წმინდა გიორგის ღმერთმაცქნას, რომ მთლიანად სრულიად საქართველო, ჩვენი მრევლი, ყველა ქართველი, ყველა საქართველოში მაცხოვრებელს ფარავდეს წმინდა გიორგი. ღმერთმა მას დიდი ძალა მისცა იმისათვის, რომ საქართველოს საერთოდ ერს წინ დადგომოდა, გაუძღვა და მადლობა უფალს იმისათვის, რომ ჩვენ გვყავს ესეთი დიდი წმინდანი, წმინდა გიორგი. წმინდანი კაბადოკიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ის რომის იმპერატორ დიოკლეტიანის მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. კეფთაყვანისმცემელმა იმპერატორმა მხედართმთავარს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვის შემდეგ წმინდა გიორგის თავი 30 წლის ასაკში 303 წელს მოკვეთეს. მისი ხსენების დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველი ერისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი მენტალობით, ბუნებით, ხომ, ესე მებრძოლიერი ვართ და წმინდა გიორგიც დაასოცირდება, რომ ზეციური მხედარი, უფლის ზეცი ასე მოიხსენიება, რა თქმა უნდა და იგი თავისი დიდი სარწმუნოებით, მან თავის დიდი სარწმუნოებით, მხედრული სულით შეძლო ის, რომ ყველანაირი გასაჭირი დაეთმინა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ღვთისშეწევნით. მართლმადიდებლები გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 23 ნოემბერს წმინდანის ბორბალზე გაკვრის დღეს და 6 მაისს მისი აღსრულების დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო ლოცვა ტარდება.